რამდენად მზარდია მოთხოვნა კომერციულ უძრავ-ქონებაზე, როგორ აისახა სექტორზე მიგრანტების ნაკადის კლება და რაც მთავარია, როგორია სექტორის წარმომადგენლების მოლოდინები. ნატო ბოჭორიშვილი საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტია. ჩვენთან ერთად ქალბატონო ნატო, ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით. ძალიან საინტერესო იქნება პირველ რიგში მიმდინარე პროცესების და ბაზრის ანალიზით დავიწყოთ. პრინციპში, თუ პირველ წლის პირველ ნახევარს შევხედავთ, გასულ წელთან შედარებით, იგივე ტრანზაქციების რაოდენობასაც რომ შევხედოთ, ბაზარი საკმაოდ აქტიური იყო, 5%-ს გადააჭარბა ტრანზაქციების რაოდენობის ზრდამ. ძალიან საინტერესოა იმის გათვალისწინებითაც, რომ ზაფხულის სეზონი როგორც წესი აქტიურია ხოლმე ამ ბაზრისთვის და ზოგადად ჩვენ ეკონომიკასაც ახასიათებს გარკვეულწილად სეზონურობა. როგორი იყო განვლილი ეს ზაფხულის პერიოდი უძრავი ქონების ბაზრისთვის და რამდენად შეინიშნებოდა ტრანზაქციების თუ აქტიურობის ზრდა. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში დაპატიჟებისთვის. მნიშვნელოვანი რაც იყო მიმდინარე ზაფხულის პერიოდში, ძირითადად გამოხატული იყო იმ ნაწილში, რომ საკმაოდ აქტიური იყო ბაზარი ფაქტობრივად მთელი სეზონის განმავლობაში. უფრო აღნიშნავდი, რა თქმა უნდა, ჩვენ ზღვისპირა რეგიონს, აჭარის რეგიონს, სადაც ტრანზაქციები მნიშვნელოვნად იყო მომატებული და აქტიურად გაიყიდა ბინები, როგორც კომერციული, ასევე საცხოვრებელი ფართები და ამ ნაწილში თბილისის თვალსაზრისით, თბილისის კუთხით მინდა აღვნიშნო, რომ აქტიურობა ჩვენთანაც ქალაქში შეინიშნებოდა, როგორც კომერციული ფართების, ასევე ბინების მიმართულებითაც. კი ბატონო, ქალბატონო ნატო, პრინციპში ჩვენ თუ დავაკვირდებით ბაზარს, გარკვეულწილად ხედავთ, რომ საკმაოდ აქტიურია მიწოდება სამშენებლო ბაზარზე და ამის პარალელურად მით უმეტეს ეკონომისტები ვაკვირდებით, რომ იგივე ზემოთხსენებული თუნდაც მიგრანტების ნაკადის ფონზე თითქოს მოთხოვნა ეტაპობრივად უნდა ikლებდეს. ძალიან საინტერესოა თქვენ როგორც სფეროს წარმომადგენელი ამ პროცესს როგორ უყურებთ და ხომ არა გვაქვს, ასე ვთქვათ, მოლოდინი ან ალბათობა იმისა, რომ შესაძლებელია გარკვეულ პერიოდში მიწოდებამ მოთხოვნას გადააჭარბოს თუ ამ ეტაპისათვის ამის რისკი არ არსებობს. იცით როგორ არის, როცა ჩვენ ვუყურებთ ასევე ბაზრის ანალიზს, ყოველთვის ვითვალისწინებთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, ეს არის ერთ ოჯახში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით თბილისის და იმ რეგიონების მიხედვით მიმართ, რომლებშიც აქტიურად მიმდინარეობს დეველოპმენტი. ეს მაჩვენებელი საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით ბევრად მაღალია, ანუ რეალურად არსებობს პოტენციალი იმისი, რომ არსებულმა ოჯახებმა ასე ვთქვათ, განცალკევების ხარჯზე ან ცალკე ცხოვრების ხარჯზე მოახდინონ შეძენა ქონების. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი საერთაშორისო ბაზარზე გავიდეს და საინვესტიციო ქონებები შეთავაზოს იმ ქვეყნებს, რომლებიც არიან დაინტერესებულები საქართველოს ტიპის ქვეყნებით, მაგალითად ეს ცენტრალური აზიის თვის არის საკმაოდ აქტუალური საკითხი, ასევე გალფის ქვეყნებისთვის, ვისთვისაც კლიმატური პირობები მიმზიდველია და ასე ვთქვათ, მცირე ზომის ქონებებს ისინი სწორედ აღიქვამენ როგორც საინვესტიციო ქონებებს და ეხლა მაგალითად პირველი წლის განმავლობაში ნაკლები აქტიურობა იყო მაგალითად საერთაშორისო გამოფენების მიმართულებით, მაგრამ წლის მეორე ნახევარი დახუნძლულია სხვადასხვა ტიპის გამოფენებით უძრავი ქონების ჭრილში, როგორც კომერციულია ცალკე, ასევე საერთაშორისო საცხოვრებელი ქონებების თვალსაზრისით და როგორც ჩვენ როგორც უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია არაერთ გამოფენას ვართ მიწვეულები და წლიდან წლამდე ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ იზრდება ამ გამოფენების მხრიდან, რაც თავის მხრივ მაფიქრებინებს უკვე იმაზე, რომ უცხოელები უფრო და უფრო საინვესტიციოდ აღიქვამენ ჩვენს გარემოს. ქალბატონო, ძალიან საინტერესო თემებს შეეხეთ, სწორედ ამ ნაწილში მინდა ჩაგეკითხოთ, იგივე კომერციული მიზნით უძრავ ქონებაში ინვესტირება ბოლო წლებში საკმაოდ აქტიურად განიხილებოდა და ეს გარკვეულწილად წახალისებული იყო იმით, რომ იჯარაზე და ქირაზე პრინციპში ფასები იყო გაზრდილი მიგრანტთან, სწორედაც მიგრანტთა ნაკადების გამო. ჩვენ დინამიკაშიც და სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების სტატისტიკაშიც ვაკვირდებით, რომ იჯარის ფასები უკვე კლების მიმართულებით არის წამოსული. ამ ნაწილში არსებობდა მოსაზრებები, რომ შესაძლებელია უძრავი ქონება საინვესტიციოდ იმდენად მიმზიდველი აღარ ყოფილიყო. რასაც ჩვენებთ დღეს სექტორი და როგორი არის ამ მიმართულებით დინამიკა? კი ბატონო, ძალიან საინტერესო კითხვა არის. გეთანხმებით მაგ ნაწილში, რომ დღესდღეობით ტენდენცია რაც შეინიშნებოდა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ქირებზე არის, ასე ვთქვათ, შემცირებული
განხილული ღირებულება. ერთის მხრივ ეს უკუგებაზე მოქმედებს, ცხადია და თუ პირობითად 2 და 3 წლის წინ საქართველოს შეძენილი ქონება უფრო აქტიურად განიხილებოდა როგორც კარგი საინვესტიციო ქონება, იმიტომ რომ საკმაოდ მაღალი უკუგება ჰქონდა, დღესდღეობით ეს უფრო ნაკლებად შეინიშნება. თუმცა აქ რამდენიმე კომპონენტს გავუსვამდი ხაზს. პირველი არის ის, რომ ჩვენ ქვეყანაში ინვესტირებას არა მხოლოდ ასე ვთქვათ უკუგების ჭრილში განიხილავენ, როგორც წესი საერთაშორისო ინვესტორები. მე არ მაქვს ახლა აქ საუბარი ამ შემთხვევაში რაღაც ძალიან მსხვილ ინვესტორებზე. ესენი არიან ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ თავიანთი რაღაცა გარკვეული დანაზოგის დივერსიფიცირება სხვადასხვა ქვეყანაში. ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა გარდა იმისა, რომ საკმაოდ ასე ვთქვათ, ისეთ გარემოს თავაზობს, სადაც უძრავი ქონების ფასი წლიდან წლამდე იზრდება და ეს ტენდენციები უკვე ბაზარზე შეინიშნება. განსაკუთრებით ისეთი ქონების შეძენისას, რომელთა შეძენა ხდება დეველოპერებისგან, ანუ საწყის ეტაპზე და შემდეგ იცით, რომ ეს ქონებები მშენებლობის პროპორციულად ძვირდება. ეს ცალკე ასე ვთქვათ, შემოსავლად შეიძლება იყოს განხილული და ასევე ის ბენეფიტები, როგორიც არის მაგალითად ქონების გადასახადის არარსებობა, თუ მაგალითად უძრავი ქონება არ არის გაქირავებული და თუ შემოსავალს არ იძლევა, ან თუნდაც ბინადრობის მოწმობის აღების საშუალება, რაც გარკვეულწილად ასევე ინტერესის სფეროს წარმოადგენს. კი ბატონო, რადგან ფასები ახსენეთ, ძალიან საინტერესო იქნება ეს ნაწილით გავშალოთ, ჩვენს მაყურებელს ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესი აქვს ამ მიმართულებით. რა მდგომარეობა ჩვენ ბოლო პერიოდში ვაკვირდებით, რომ ფასების შემცირებული არ არის, თუმცა ფასების ზრდის ტემპი აჩვენებს კლებას. ძალიან საინტერესო არის მიმდინარე, ასე ვთქვათ, დინამიკა, რაც გვაჩვენებს, რამდენად ნარჩუნდება ფასების ზრდის მიმართულება უძრავ ქონებაზე და ასევე საინტერესო არის, რა ტიპის უძრავ ქონებაზეა დღესდღეობით მაღალი მოთხოვნა. იგივე ჩვენ დასაწყისში ვახსენეთ კომერციული ფართები, რომელიც ბოლო პერიოდში გარკვეული თავისებურებებიდან გამომდინარე საქართველოში თითქოს ისეთი მოთხოვნადი არ იყო, როგორც საცხოვრებელი უძრავი ქონება. დღეს რას გვაჩვენებს ბაზარი? მოდით თქვენ შეკითხვას ბოლოდან გავცემ პასუხს. როგორც განიხარდება? კომერციული უძრავი ქონებით დავიწყოთ ამ ეტაპზე. ეხლა ნახეთ როგორი სიტუაცია. მოდით კომერციული უძრავი ქონება ორ კომპონენტად გავყოთ. ერთი ეს იყოს, ბევრ ნაწილად იყოფა, მაგრამ რო დავაჯგუფოთ, ერთი ეს იყოს ეგრეთ წოდებული რიტეილ ფართები, ანუ პირველ სართულზე განლაგებული კომერციული ქონებები, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესების ოპერირებისთვის გამოიყენება და საოფისე ფართები. ეხლა პირველ სართულზე განლაგებული ქონებები, ანუ ჩვენი, ასე ვთქვათ, არსებული ქალაქის ფარგლებში იმდენად ლიმიტირებულია და იმდენად დიდია მოთხოვნა, რომ იშვიათად ნახავთ განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში გაუქირავებელ უძრავ ქონებას, რაც რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა. ჩემზე როგორც უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენელზე ცოტა ისე მოქმედებს ხოლმე, როცა ვხედავ, რომ რაღაც ფართი რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში არის გაუქირავებელი. ამიტომ ამ ნაწილში ფასები არის ზრდადი, ეს ასე ვთქვათ, ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, შემცირების თვალსაზრისით ეს არ ეხება ამ ტიპის კომერციულ უძრავ ქონებას. საოფისესთან საფართებთან დაკავშირებით, ანუ საინტერესო ტენდენცია იყო წლის დასაწყისში მოგეხსენებათ, რომ USAID-ის არაერთი პროექტი დაიხურა და ბაზარზე გამოთავისუფლდა საკმაოდ დიდი მოცულობის საოფისე ფართები, თან ძირითადად A-კლასის, ანუ გულისხმობ იმას, რომ ასე ვთქვათ, სრულად დახჭურვილი, საკმაოდ მაღალი ღირებულების და რაღაც ცოტა ისეთი დამოკიდებულება ჰქონდა თვითონ ამ სექტორის წარმომადგენლებსაც, რომ რაღაც როგორ მოვახდენდით, ასე ვთქვათ, ადაპტირებას მოცემულობასთან. თუმცა დღევანდელი მონაცემებით, აი მაგალითად აი აგვისტოს ბოლოს მონაცემებით, ფაქტობრივად ის გამოთავისუფლებული ფართები უკვე დატვირთულია, რაც პრინციპში 6 თვეზე ნაკლები პერიოდში განხორციელდა და ეს მეტნაკლებად ნორმალური მაჩვენებელია და ასევე მოთხოვნა წამოვიდა კიდევ დამატებით კომერციულ საოფისე ფართებზე ამ შემთხვევაში. შესაბამისად, გარკვეულწილად თუნდაც ის, ასე ვთქვათ, პერსპექტივები, რაც არსებობს მიწოდების თვალსაზრისით, თუ ქვეყნის განვითარება გაგრძელდება რაღაც გარკვეული ეტაპებით და გარკვეული აქტივობებით, ეს მიწოდება, რაც ასე ვთქვათ, არის დაგეგმილი უახლოესი 2 წლის განმავლობაში, ჩვენ ეს ასე ვთქვათ, პორტფელი გავაანალიზეთ, წესით რაღაც მიწოდების ჭარბი მიწოდების ფაქტი არ უნდა გქონდეს ჩვენ ბაზარზე. ეს კომერციული და საოფისე ფართების მიმართულებით. დავუბრუნდეთ ფასების კომპონენტს. ანუ ფასებს რაც შეეხება სიმართლე გითხრათ, ყოველთვის აი ამ ბევრი საუბარი მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით და რაღაც საზოგადოებაში თითქოს მომჩნევ, რომ არსებობს მოლოდინი ფასების კლებასთან დაკავშირებით და ასე ვთქვათ, არ მაქვს შეიძლება კარგი ინფორმაცია ამ ჭრილში, მაგრამ მინდა რომ ავუხსნა მაყურებელს, რას გულისხმობ ამაში, როცა ვამბობ, რომ ფასების შემცირება ნაკლებად სავარაუდოა.
პირველი კომპონენტი, ანუ ფასის განსაზღვრაში, ეს არის თვითღირებულება, მოგეხსენებათ და დღევანდელი მონაცემებით და მოცემულობით, რაც ბაზარზე არის, თვითღირებულების თითქმის ყველა კომპონენტი არის მნიშვნელოვნად გაძვირებული, როგორც მუშახელის თვალსაზრისით, ასევე სამშენებლო მასალების ჭრილში და რაც ყველაზე მთავარი და სხვათა შორის სასიამოვნოა, ის რეგულაციები, რომელიც იგივე ენერგოეფექტურობის კუთხით ან რაღაცა სხვადასხვა დამატებითი უსაფრთხოების თვალსაზრისით არის შემოღებული, რამ გასულ წლების, მაგალითად, 5 წლის წინანდელ მშენებლობას რო შევადაროთ, ის მოთხოვნები, რაც მაშინ არსებობდა და რაც დღეს არსებობს, განსხვავებულია. ეს ქვეყანაში, ასე ვთქვათ, ხელს უწყობს იმას, რომ უკეთესი ხარისხის უძრავი ქონება გქონდეს, ახალი უძრავი ქონება იყოს უკეთესი ხარისხის, უფრო უსაფრთხო და ამ ნაწილშიც უბრალოდ ცოტა ხარჯების თვალსაზრისით ესეც იქნება გასათვალისწინებელი, როცა ხდება დაგეგმარება. და რა თქმა უნდა, ის კომპონენტი, რომ დეველოპერები არიან კომერციული ორგანიზაციები, მათ ჭირდებათ გარკვეული, რა თქმა უნდა, მოგება, ესეც თავის მხრივ იმდენად, ასე ვთქვათ, ცალსახად გაზრდილი არის და ასე ვთქვათ, ტენდენციაც სამწუხაროდ მიმდინარეობს ისე, რომ აი ეს კომპონენტები, რაც ჩამოვთვალე, უფრო ზრდისკენ არიან მიდრეკილები, ნაკლებ სავარაუდოა, რომ უძრავ ქონებაზე შემცირდეს მასობრივად ფასი. თუმცა ყოველთვის იარსებებს ბაზარზე ისეთი კომპანიები, ან თუნდაც ფიზიკური პირები, რომლებიც საბაზროზე ნაკლებ ფასად გაყიდიან ლიკვიდური სახსრების მობილიზების კუთხით საჭიროებიდან გამომდინარე. ცოტა დრო დაგვრჩა და აუცილებლად მინდა ეს კითხვაც მოვასწრო. ჩვენ თუ დინამიკას დავაკვირდებოდით, გარკვეულწილად ფასების განსხვავება, მნიშვნელოვანი განსხვავება შეიძლება ითქვას, ნარჩუნდებოდა ახალაშენებულ და ძველაშენებულ ბინებთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით რა მდგომარეობაა და ამ ნაწილში მინდა გამოვყო იგივე ძველი თბილისის უბნებიც, რომელიც გარკვეულწილად თავის ხილს ატარებდა და საზოგადოების რაღაც ნაწილს ყოველთვის მოწონდა და დღესაც გარკვეულ ინტერესს იჩენენ ამ მიმართულებით. რა მდგომარეობაა დღეს ამ კუთხით? იცით როგორი სიტუაცია, როცა ვადარებთ პირველად და მეორეულ ბაზარს, ანუ უძრავი ქონების თვალსაზრისით, აქ მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის, რომ დეველოპერებისგან შეძენილი უძრავი ქონება ძირითადად ხასიათდება გადახდის მოქნილი გრაფიკით, ანუ ლიკვიდური სახსრების მობილიზებას არ საჭიროებს ერთიანად. მაშინ როცა მეორეულ ბაზარზე, როცა ფიზიკური პირები ახდენენ ქონების რეალიზებას, ანუ იქ ეგრეთ წოდებული რაღაც მოქნილი გადახდის გრაფიკი ან განმოდება სამწუხაროდ არ არის ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ იყო ხოლმე გამოწვეული ძირითადად და ალბათ მომავალშიც ესე გაგრძელდება სხვაობა მოთხოვნის ჭრილში პირველად და მეორეულ ქონებასთან დაკავშირებით. და ასევე ჩემი აზრით ის ნაწილი, რომ ახალ აშენებულ ბინებში უფრო მეტად მოქნილი გეგმარებებია და უფრო განსხვავებული, ასე ვთქვათ, უკეთესი ხარისხის მოპირკეთება, ეს თავის წილ რაღაც როლს თამაშობს და შესაბამისად მოთხოვნა ამ ნაწილში უფრო მეტი არის ხოლმე. დიდი მადლობა, ქალბატონო ნატო, თქვენ საინტერესო და ამომწურავად მიმოხილვისთვის. მაყურებელს შევახსენებ, ნატო ბოჭორიშვილი საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი იყო ჩვენთან ერთად და საუბრობდით უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ტენდენციებთან დაკავშირებით.